შეერთებული შტატები ბევრად უფრო დამოკიდებულია ჩინეთთან ვაჭრობაზე, ვიდრე ინდოეთზე. თუ ჩინეთი 2024 წლის მონაცემებით ამერიკის სიდიდით მეორე საიმპორტო პარტნიორია, ინდოეთი მხოლოდ მე-9 ადგილს იკავებს. ექსპორტის მიმართულებითაც ჩინეთი ამერიკის მესამე, ხოლო ინდოეთი მე-12 პარტნიორია. ამასთან ერთად, ჩინეთის ეკონომიკური და დიპლომატიური ქსელი ბევრად უფრო მსხვილი და კომპლექსურია იმისათვის, რომ ამერიკის ტარიფებმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე მოახდინოს გავლენა. მაგალითად, როცა ტრამპმა ჩინეთს 34%-იანი რეციპროკული საბაჟო გადასახადი დაუწესა, ჩინეთმაც იგივე ტარიფით უპასუხა. ხოლო როცა ტრამპმა ჩინურ საქონელზე 155%-იანი საბაჟო გადასახადი დაანონსა, ჩინეთმაც 84%-ზე აწია ტარიფები ამერიკულ საქონელზე, რაც შემდეგ 125%-მდე გაიზარდა. სავაჭრო ომის ესკალაციის შემდეგ კი მხარეები 10 ოქტომბრამდე დაზავდნენ. შეერთებულმა შტატებმა ტარიფები ჩინურ იმპორტზე 30%-ზე ჩამოიყვანა, ხოლო ჩინეთმა ამერიკულ იმპორტზე 10%-ზე. თუმცა ამ შეთანხმებას მალე ეწურება ვადა და ვადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას. ჩინეთს არ აშინებს ტარიფების ომი. ის აგრძელებს თავისი ძალისა და გავლენის გაფართოებას. ინდოეთი კი უფრო მეტად მოწყვლადია ამერიკის ტარიფებისადმი, თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ტრამპის ტარიფებს ინდოეთსა და რუსეთს შორის განხეთქილება არ გამოუწვევია. პირიქით, ეს სურათი მივიღეთ. ეს კი გვაფიქრებს, რეალურად რამდენად ეფექტიანია ინდოეთზე ზეწოლა საბაჟო გადასახადის გზით რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების წასახალისებლად.